კომერციული თვითმფრინავების შეკვეთებმა 2023 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეს მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. მაგალითად, ინდოეთის ავიაკომპანია Indigom 2023 წლის ივნისში 500 კომერციული თვითმფრინავის შეუკვეთა. ღირებულებამ კი 55 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე ფასი დაბალია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის კიდევ ერთმა ავიაკომპანია Air Indiam 470 თვითმფრინავის შეკვეთა გააკეთა. ბოლოს ასეთი დიდი მოცულობის შეკვეთა 2021 წელს American Airlines-მა განახორციელა. ავიაკომპანიამ 460 თვითმფრინავი შეისყიდა. კომერციული თვითმფრინავების ინდუსტრიას ორი კომპანია Boeing და გიგანტი Airbus-ი განაგებს. წარმოებლების კომერციული თვითმფრინავები საშუალოდ 100 მილიონი დოლარი ღირს. ვიზუალ კაპიტალისტი ავიაკომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი კომერციული თვითმფრინავი შეიძინა. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი კომერციული თვითმფრინავი ზემოხსენებულმა ავიაკომპანიებმა Indigom და Air Indiam შეუკვეთეს. მეტიც მათ იმაზე მეტი თვითმფრინავი შეიძინეს, ვიდრე სიაში მყოფმა სხვა ავიაკომპანიებმა ერთად. ინდოეთის ასეთი შედეგები აიხსნება იმით, რომ ქვეყანას მსოფლიოში სიდიდით მესამე ყველაზე დიდი საავიაციო ბაზარი აქვს. ექსპერტების შეფასებით, 2042 წლისთვის ინდოეთის ავიაბაზარი 2019 წლის დონესთან შედარებით 5-ჯერ გაიზრდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საჰაერო მოგზაურობამ 2023 წელს 16 მილიონ 300,000 ფრენით რეკორდი დაამყარა. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ამერიკულმა ავიაკომპანიებმა Southwest Airlines-მა და United Airlines-მა ერთად ჯამში 266 კომერციული თვითმფრინავი იყიდეს. დაანონსებულ ზრდას განაგრძობს უმსხვილესი ავიაკომპანია Emirates. კომპანიამ ფლოტს 156 კომერციული თვითმფრინავი შემატა. სიაში მოწინავე ადგილს Ryanair იკავებს. ირლანდიურმა ავიაკომპანიამ 2023 წელს 150 თვითმფრინავი იყიდა. 75 კომერციული თვითმფრინავი შეიძინა უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა. შესყიდული კომერციული თვითმფრინავების რაოდენობით ათეულს ავსებს Qatar Airways-ი, Sun Express-ი და Avolon-ი. 2024 წელს ავიაინდუსტრია უსაფრთხოების სტანდარტებზე მუშაობით იწყებს. მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში ალასკას ავიახაზების თვითმფრინავს Boeing 727 MAX 900 კარის პანელი მოწყდა, მარეგულირებლები უსაფრთხოების შემოწმებისთვის თითქმის 200 თვითმფრინავის ხმელეთზე დაბრუნებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ MAX 9 თვითმფრინავებს მხოლოდ ორი ამერიკული ავიაკომპანია, Alaska Air და United Airlines იყენებს. ინფორმაციისთვის, MAX 9-ების მიწოდება შეფერხდა წარმოების პოტენციური ხარვეზების გამოც. ამასთან 2018 და 2019 წლებში ამ თვითმფრინავების ადრინდელი ვერსია MAX 8 ორჯერ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 346 მგზავრი ემსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ MAX 8 და MAX 9 თვითმფრინავები 2 წლის განმავლობაში ფრენებს ვეღარ ასრულებდნენ. ორი ფატალური ავარია Boeing-ს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი დაუჯდა.